გასული გაზაფხულის მაისის თვიდან საქართველოში ვირუსულ მენინგიტებს ეპიდემიური აფეთქება ჰქონდათ, რომელიც შუა ზაფხულამდე გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვით გარკვეულ სამინისტროებსა და თვითმმართველობებს შემოდგომაზე ეპიდემიური აფეთქებების თავიდან ასაცილებლად გარკვეული პრევენციული ღონისძიებების გატარება დაევალათ. ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრების მეშვეობით სპეციალური კითხვა-არებისა და მეთოდოლოგიის საშუალებით ყველა საამსრდელო დაწესებულებაში, როგორც სკოლაში, ასევე ბაღებში, მონიტორინგს განახორციელებს და ადგილზე არსებული ჰიგიენური პირობების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოიპოვებს. არის სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. აი მეთოდოლოგიის საშუალებით ადგილობრივი რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები შედიან ყველა საბავშვო ბაღში, ყველა სკოლაში, აღწერენ იქ არსებულ მდგომარეობას და შესაბამისად აი ინფორმაციას გადასცემენ შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც შემდეგ მიიღებენ, გაატარებენ ყველა ღონისძიებას, ანუ მოაწესრიგებენ იქ ყველა შესაბამის ღონისძიებას, და დადებენ რეკომენდაციებს. აი ამ მონიტორინგის საფუძველზე არსებული ინფორმაცია იქნება შეკრებილი, გადამოწმებული და შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ ყველა სკოლაში, ყველა ბაღში, ბაგაში იყოს შესაბამისი ჰიგიენური ნორმებთან შესაბამისობაში მყოფი ისეთი პირობები, რომელიც ბავშვს არ შეუქმნის საფრთხეს.